ქუთაისში საკრებულოს ხტომამწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ მერია ახლად შექმნილი აიპისთვის საბიუჯეტო ხარჯების ზრდის გამო გააკრიტიკა. დამატებით 210,000 ლარი გამოჩნდა ახალი აიპისათვის შეიქმნა არქიტექტურის აიპი, რომლის ხელმძღვანელები არც ერთი არ არის არქიტექტორი. დღეს იურისტებმა და ეკონომისტებმა უნდა განსაზღვრონ თურმე როგორი განაშენიანება იქნება ქუთაისში თუ უფრო მეტი ზამორას 100,000 ლარიდან 100,000 ლარს ქუთაისის მერია ამოიღებს ქუთაისელთა ჯიბეებიდან ჯარიმების, სანქციების და ასე შემდეგ. ანუ ბატონი ჯავახიას ყოფილი სამსახური დაიწყებს სირბილს ეხა და ამოიღებს ქუთაისლებიდან და ამით ახალ ბიუროკრატიას დააფინანსებს. ეს არის უმსგავსება. ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს და კიდევ ერთხელ ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ ქართული ოცნება აგრძელებს იმას, რომ მათთვის პრიორიტეტი არის საკუთარი აქტივისტების დასაქმება, ახლობლების დასაქმება და ისინი არც მოქალაქეებზე ზრუნავენ და შესაბამისად არც ქალაქის იერსახეზე. მეორედ კი ხმაური ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხს მოჰყვა. გიგა შუშანიამ უნივერსიტეტის მშენებლობის ტემპები გააკრიტიკა, რის გამოც ერთმანეთს დეპუტატი და ქუთაისის მერი დაუპირისპირდნენ. ხუმრობდით რომ ბაყაყები ისწავლიან ამ უნივერსიტეტში და რეალურად აღმოჩნდა რომ სტუდენტები ბაყაყებთან ერთად მოუწევთ სწავლის დაწყება 2020 წელს და ისიც თურმე 3,000 სტუდენტს. მინდა გითხრათ რომ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს 12,000 სტუდენტი სწავლობს და ქუთაისის ეკონომიკაზე ეს არ აისახება. და მე ვთავაზობდი რომ ხომ არ ჯობდა გპ-ის შენობა, ყოფილი გპ-ის შენობა, რომელიც ინგრევა, იქ დაგვეხარჯა ეს თანხა. 3,000 სტუდენტი ვერანაირად და ჩვენ აღმოჩნდა რომ მოგვატყვეს ისე ორიგჯერზე და 60,000 სტუდენტის ნაცვლად მივიღებთ 3,000 სტუდენტს და გაურკვეველი არც ქალაქის ბერმა არ იცის. პროექტიც კი არ არის მერიაში შემოსული, რა უნდა აშენდეს. ვადები არავინ არ იცის, როდის დასრულდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და 60,000 სტუდენტი როდის შემოეცევა ქუთაისს. ჩვენ მივიღეთ 2020-ში არჩევნების წინ ტყუილი დაპირება, ფასადურად ერჩენობას რამოდენიმე საფულიანს გახსნიან და ქუთაისლებს კვლავ შეეცდებიანო თვალში შეაყარონ ნაცარი. ხომსაც შეეხება მუშა პროცესია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება. მაისისათვის მისი პირველი კორპუსის მთავარი კარკასი უკვე დასრულებული იქნება. ამიტომ ეს ქალაქისათვის მართლაც მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტია. ქუთაისის მერიის მიერ ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის ფართის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარი ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური ქონების და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა გააკეთა. ტექნიკურ უნივერსიტეტს გადავეცით 800 კვადრატი მიწის ნაკვეთი, დაჯარიმებით არ დაჯარიმდებიან გამომდინარე იქედან რომ შესაბამისად ეს მოითხოვა უნივერსიტეტმა მართვის ანუ უფლებით, მათ სურვილი აქვთ რომ არსებულ ტერიტორიაზე პირიქით განაშენიანება მოხდეს და ზოგადად მოხდეს კომპლექსის ტერიტორიაზე, შესაბამისად ვერ უყურებთ საბაბს, რატომაც უნდა დაჯარიმდეს უნივერსიტეტი. ქუთაისის მერს გიგა შუშანიამ ასევე ჩავარდნილი პროექტებიც შეახსენა, მათ შორის თეთრი ხიდის რეაბილიტაცია. მისი განცხადებით ხელისუფლებამ წყალში 100,000-ობით ლარი გადაყარა. მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.